შენმა ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ დაწვეს 32 პატარა გოგოსთან. რიცხვი 31 თავი, მე 17 ლექსი. მანახე, ნუ გეშინიე, მე დავიმახსოვრე. რიცხვი 31 თავი, მე 17 ლექსი. ღმერთი უბრძანა მოსეს, რომ პატარა ბავშვებთან დაეძინოს, კი ეგრეა, წაიკითხე. რიცხვები რომელი თავი? უკვე მეოთხედ ვიმეორებ. კარგად გამოიყენე შენი ყურები. რიცხვი 31 თავი, მე 17 ლექსი. კიდევ ერთხელ გაგიმეორე შენთვის. ახლა დაწყვიტეთ ბავშვები ყოველივე მამროვანი, პატარები და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით, ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუძლია მამაკაცი, მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ. ანუ ქალები ბავშვები, ანუ მოკალი ბავშვები ბიჭები, მოკალი ქალები, რომლებიც არ არიან ქალიშვილები, სადუბზანა ღმერთი მოსეს რომ დაეძინოს ბავშვებთან. Are you serious right now, bro? მეგობარო, მემატყუებ თუ შენ თავს ატყუებ. ღმერთმა უბრძანა მოსეს, მოკალი ყველა მამრობითი. ღმერთმა უბრძანა მოსეს. შენ შეგიძლია რამოდენიმე ხალხი მოატყუა, მაგრამ მე ვერ მომატყუებ. მე დღეს მოვედი იმისთვის, რომ ვინადირო შენზე. ანუ ჩვენ აქ ხედავთ, რომ მოსე ეუბნება ესრაელებს, იმის მერე როგორც დახოცეს ხალხი, დახოცეს ქალები, მოკლეს მაგათი პატარა ბავშვები ბიჭები, ამდენს ვკითხულობ და ვითომ ეს არის ნორმალური, მაგრამ არა უშავს, ეხლა მივალთ. და დაიტოვე პატარა ბავშვები, გოგოები, დაიტოვე შენთვის და მერე ღმერთი იძახის. ასე უნდა გაანაწილო ის, რაც დარჩება ომის მერე თქვენს შორის. და როცა წაიგითხავ 40-მდე ან 41 ლექსამდე, იქ წერია ზუსტად რამდენი პატარა გოგო მიდის ჯარისკაცებთან და რამდენი პატარა გოგო და რამდენი მიდის ისრაელთა კრებაში. იყო მიახლოებით 16,000 კრებისთვის და 16,000 პატარა გოგო ჯარისკაცებისთვის. What's that? What's that, brother? Why does your God